პაკისტანსა და ავღანეთს შორის დაიწყო ომი. უკვე 12 საათია მიმდინარეობს სერიოზული ბრძოლები სასაზღვრო რეგიონში, მათ შორის უკვე მოიცავს ავიაციის დაწვებსაც. კერძოდ პაკისტანმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ საპასუხოდ ავღანეთის მიერ დაწყებული შეტევის, რომელიც გუშინ საღამოს დაიწყო თბილისის დროით, დაიწყოს დაბომბვები ავღანეთის სხვადასხვა ქალაქის. ამაზე ახლა დეტალურად ვისაუბრებთ, მანამდე შესავალს გავაკეთებ, რომ 2025 წლის ბოლოდან საკმაოდ დაძაბული იყო ვითარება იქ რეალურად სასაზღვრო ზონაში და უკვე თებერვლიდან ახლა 21 თებერვალს პაკისტანმა პირველი დარტყმები მიაყენა ავღანეთის ტერიტორიაზე, სადაც მისი მტკიცებით ფუნქციონირებს ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფო და ასევე კონკრეტულად თალიბანის პაკისტანის ვერსია, ანუ პაკისტანზე ორიენტირებული ვერსია, ასე თქვათ. ხელისუფლებაში ავღანეთში იცით, რომ თალიბანი არის მოსული იმის შემდეგ, რაც ამერიკელებმა და საერთაშორისო კოალიციამ მიიღო გადაწყვეტილება გასვლის შესახებ, მათ შორის ჩვენი ჯარიც, როგორც იცით, გავიდა ავღანეთიდან და ამის შემდეგ ეს ტერორისტული დაჯგუფება ჩვენი შეფასებით, მსოფლიოს შეფასებით ვგულისხმობ, რაღაც უდიდესი რაოდენობის ქვეყნების და ცივილიზებული სამყაროს შეფასებით ეს ტერორისტული ორგანიზაცია. მიუხედავად ამისა, უკვე იმ ვითარებამდე არის მოსული ავღანეთში მდგომარეობა, რომ მსოფლიო უბრალოდ არც აპირებს ბრძოლას თალიბანის წინააღმდეგ, თუმცა იმ კონტექსტში, რომ თალიბანი არ გადის თავად ავღანეთის ტერიტორიიდან, ანუ არ წარმოადგენს პრობლემას და ეს იყო რეალური შეთანხმების ნაწილი. პაკისტანთან რეალური დაპირისპირება ცოტა სხვა კონტექსტში არის. იქ საზღვარი, რომელიც არსებობს ავღანეთსა და პაკისტანს შორის და ჩვენ ცოტა ხანში თქვენთან ერთად რუკაზე შევხედავთ ამას, მაგრამ ჯერ გეტყვით, რომ ამ საზღვარს ავღანეთი არ აღიარებს საერთოდ. იმიტომ რომ ეს საზღვარი დიურანის ხაზი არის, ეგრეთ წოდებული 1893 წელს გაყვანილი, რომელიც მათი შეფასებით არ არის სამართლიანი და უბრალოდ არ აღიარებენ, რომ ეს არის საზღვარი. პაკისტანი კი არ აღიარებს იმას, რომ საზღვარი ეს არ არის და შეიძლება საზღვარი სხვაგან იყოს ან შეიცვალოს საზღვარი და ამიტომ კონფლიქტი სინამდვილეში დიდი ხანია არსებობს, ეს რაიმე ახალი არ არის. თუმცა თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და მანამდე იცით, რომ იქ იყო, ასე ვთქვათ, ამერიკელების მოკავშირე ხელისუფლება იმ დროს, როცა იქ საერთაშორისო კოალიცია იყო, მაგ პერიოდში ცხადი არანაირი მისწრაფება ტერიტორიული, ასე ვთქვათ, პრეტენზიები მეზობელ ქვეყნის მიმართ ან სურვილები, რომ მეტი ტერიტორია ჰქონდეთ ან მეტი კონტროლი არ იყო იმ დროს. ახლა თალიბანს ეს გააჩნია ნამდვილად, რადგანაც მიიჩნევს, რომ პუშტუნები, რომლებიც ცხოვრობენ საზღვრის ორივე მხარეს და ავღანეთის ძირითადი ეთნიკური ჯგუფია, უნდა იყვნენ სრულად ავღანეთის ფარგლებში, დიდი ავღანეთის კონცეფციის ფარგლებში და შესაბამისად ის, რომ პუშტუნები ცხოვრობენ ასევე პაკისტანში, მათთვის ეს მიუღებელია, ანუ მათთვის ეს არის ავღანეთის განუყოფელი ნაწილი. რეალურად უნდა თქვათ, რომ ისედაც სამშვიდობო ეს პროცესი პაკისტანსა და ავღანეთს შორის ძალიან ნაკლებად მყარია, მოდით ასე ვთქვათ, ანუ მყარი კი არის იმ გაგებით, რომ პრინციპში ხშირად არ გვესმის ხო დაპირისპირებაზე იქ, მაგრამ პერიოდულად ნებისმიერ დროს შეიძლება ეს სიტუაცია შეიცვალოს და აი 2026 წელი გახდა სწორედ ეს პერიოდი, როდესაც ამ ტერიტორიიდან იყო შეღწევების მცდელობა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორიანი, ანუ ამის მე ვახსენე, რომ 21 თებერვალს პაკისტანმა დარტყმები მიაყენა ავღანეთის ტერიტორიაზე. შეგვიძლია ჩავთვალოთ ეს ათვლის წერტილად? ვერა. იმიტომ რომ მანამდე თებერვლის დასაწყისში პაკისტანში მოხდა რიგი ტერორისტული თავდასხმა, ამას ჩვენ ვაფასებთ ტერორისტული, ხო? თვითონ ალბათ ვინც ამას აკეთებს არ მიიჩნევს ტერორისტულ თავდასხმად. 6 თებერვალს კონკრეტულად ისლამაბადში, პაკისტანის დედაქალაქში ერთ-ერთმა ტერორისტმა თავი ააფეთქა შიიტურ მეჩეთში. ეს არის ძალიან საინტერესო ასევე ფაქტი. 36 ადამიანი გარდაიცვალა და 170 ადამიანი არის დაშავებული. შემდეგ ასევე სასაზღვრო ზონაში ბაჯაურში მოხდა მანქანის აფეთქება. ამის შემდეგაც 11 პაკისტანელი სამხედრო დაიღუპა. კიდევ ერთ ადგილას მოხდა თავდასხმა სამხედროებზე და ეს ყველაფერი, ესე იგი, პაკისტანის მტკიცებით არის თეხრიკ
თალიბან პაკისტან ტერორისტული ორგანიზაციის და ისლამური სახელმწიფო ხორასანი მოიცავს ავღანეთსაც და პაკისტანსაც, ამ ტერიტორიას, გეოგრაფიული ტერმინია. ისლამური სახელმწიფო ამ რეგიონში ტერორისტული ორგანიზაცია, იგივე ისლამური სახელმწიფო, რომელიც ფუნქციონირებს სხვაგანაც, ხო? სირიაში, ერაყში, სომალიში, ნიგერიაში, მოკლედ ბევრგან. და შესაბამისად კონცეფტი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი. პაკისტანი აცხადებს, რომ ეს თავდასხმები ხორციელდება ავღანეთის უშუალო მხარდაჭერით ავღანეთის ტერიტორიიდან და იქ არის ესეთი მოსამზადებელი ბანაკები დაახლოებით ავღანეთის ტერიტორიაზე, სადაც ემზადებიან ამ ქმედებებისთვის ეს ტერორისტები. ხო და ამის შედეგად პაკისტანმა მიიღო გადაწყვეტილება და 21 თებერვალს დაბომბა ეს რამდენიმე ბანაკი მოსამზადებელი ავღანეთის ტერიტორიაზე. ავღანეთს ამის შესახებ ჰქონდა ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობა პრინციპში და დაიწყო პირველი დაპირისპირება სასაზღვრო ზონაში. რატო იწყება სასაზღვრო ზონაში დაპირისპირება? იმიტომ რომ ავღანეთს არც საჰაერო თავდაცვის სისტემები გააჩნია პრინციპში და არც ავიაცია, ხო? პაკისტანი შემდგარი სახელმწიფოა, თან ძლიერი არმიით, არმია იქ მართავს საერთოდ სახელმწიფოს რეალურად და ესეთი კვაზი ასე ვთქვათ, ჯარი არის უფრო ვიდრე სახელმწიფო, ანუ რეალურად მილიტარიზირებული ტერიტორია პაკისტანი იმ გაგებით, რომ პირველ რიგში პრიორიტეტი არის ჯარი, ანუ ძალიან მილიტარიზირებული და რეალურად სამხედროები მართავენ ქვეყანას, ამიტომ თვალ სამოქალაქო ქვეყანა არ არის, უფრო სამხედრო სამოქალაქო ქვეყანა არის. მოკლედ, ეს განსაკუთრებით საინტერესო ფაქტია პაკისტანის შესახებ, მაგრამ ის რომ პაკისტანი საკმაოდ ძლიერია, ეს პრინციპში გამოჩნდა ასევე პაკისტანსა და ინდოეთს შორის საომარი მოქმედებების დროს, მათ შორის განსაკუთრებით ავიაციის კომპონენტში შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაკისტანმა აჩვენა მაღალი ეფექტურობა. აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ პაკისტანი არის ბირთვული სახელმწიფო, ბირთვულ იარაღს ფლობს, ისევე როგორც ინდოეთი. შესაბამისად, გასაგებია, რომ პაკისტანი თან 200 მილიონიანი ქვეყანა, ნამდვილად სუსტი მეტოქე კი არა, საკმაოდ ძლიერი მეტოქე არის. თუმცა მიუხედავად ამისა, ავღანეთის აი ამ თალიბანს გააჩნია თავისი დღის წესრიგი და ამის შემდეგ რაც თავდასხმები მოხდა, როგორც გითხარით, დარტყმები დაიწყო სასაზღვრო ზოლში სერიოზული დაპირისპირება. და უკვე რამდენიმე დღის შემდეგ, ანუ გუშინ 26 თებერვალს თალიბანმა განაცხადა ოფიციალურად ფართომასშტაბიანი თავდასხმითი მოქმედებების დაწყების შესახებ დიურანის ზოლში, ანუ დიურანის ზოლი არის, რაცაც საზღვრად მივიჩნევთ ყველა, საერთაშორისო თანამეგობრობა. რუკას რო უყურებ, ეგ არის საზღვარი და ეგ არის დიურანის ზოლი, მაგრამ ავღანეთი ამას არ აღიარებს და ამის შედეგად დაიწყო ფართომასშტაბიანი ბრძოლები. გუშინ ღამე და ამ მომენტამდე გრძელდება. ბოლო ინფორმაციით დაღუპულია ესე იგი 100-მდე სამხედრო ორივე მხარეს. ავღანეთი ამტკიცებს, რომ რამდენიმე საგუშაკო აქვს დაკავებული და 40 პაკისტანის სამხედრო მოკლული. პაკისტანი აცხადებს 20 მოკლულზე, ჯამში 60 გამოდის ცხადია, მაგრამ საუბარია კიდევ უფრო მეტზე, რომელიც შემდეგ უკვე მოხდა, ან კიდე შესაძლოა მომხდარია. მოკლედ, მსხვერპლი ამ მომენტისთვის დაახლოებით ესე იყენებენ 100 ადამიანამდე არის თავისი მათ შორის სამოქალაქო მსხვერპლიც არის გათვალისწინებული. ამის sapasუხოდ დაიწყო სპეციალური ოპერაცია კონკრეტულად უკვე პაკისტანმა და მას ქვია მართალი რისხვა ან მათ ენაზე გაზაფ ლილ ხაკ ასე იგი აი სწორედ მართალი ან სამართლიანი შეიძლება ესე ვთარგმნოთ უფრო რისხვა პაკისტანის საერო ძალებმა მიაყენეს რამდენიმე დარტყმა დედაქალაქ ქაბულზე, ასევე კანდაგარზე და პაქტიზე. თავდაცვის მინისტრმა პაკისტანის ხავაჯა ასიფმა განაცხადა, რომ მოთმინების ფიალა სავსე არის პაკისტანის და პაკისტანი აპირებს ღია ომის წარმოებას, ან რაიმე სხვა იგულისხმა, ღია შეიძლება რაც ფართო ან თვალსაჩინო ან ასე ვთქვათ პირდაპირი ხო აი ცოტა ღია გაუგებარია მაგრამ სავარაუდოდ ეს თქვა ანუ რომ მოკლედ ფართომასშტაბიანი და ღია იმ კუთხით რომ ანუ ვაპირებთ ომს რა ანუ არ ვაპირებთ აქ ეჭვი შეტანას რომ უპასუხებთ თუ არ უპასუხებთ მოკლედ ომი იქნება ამ კუთხით
და პრემიერ-მინისტრმა უკვე პაკისტანის შეჰბაზ შარიფმა განაცხადა, რომ პაკისტანის შეიარაღებული ძალები მზად არიან ფართომასშტაბიანი ომისთვის. დღის მდგომარეობით, ანუ აი დილის უკვე მონაცემებით, დარტყმები სააერო ძალების მიერ გრძელდება სხვადასხვა ქალაქზე, სადაც დარტყმები ხდება სწორედ სამხედრო ობიექტებზე. მდგომარეობა პრინციპში საკმაოდ დაძაბულია, პირდაპირ უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ ისედაც რეგიონში ირანის ირგვლივ მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია, სამხედრო კონცენტრაცია და ასე შემდეგ. პრინციპში ჩვენ თქვენთან ერთად კარგად გვახსოვს, რომ ინდოეთსა და პაკისტანს შორის მდგომარეობაც ძალიან დაძაბულია და არ არის მარტივი. და ნებისმიერ მომენტში იქაც შეიძლება განახლდეს საომარი მოქმედებები და ამის ფონზე ცხადია აქ, როდესაც ესეთი ბრძოლები იწყება, ეს კიდევ უფრო სერიოზულად ცვლის მდგომარეობას. საბოლოო ჯამში უნდა ვთქვათ, რომ რა არის ავღანეთის მიზანი? მიზანი არის პრინციპში დაიკავოს პაკისტანის ტერიტორიის ნაწილი. პაკისტანისთვის კი მიზანია ეს არ დაუშვას. და ეს ზოლი პრინციპში საკმაოდ მნიშვნელოვანია. მოდით ახლა თქვენთან ერთად შევხედოთ რუკას, ეთნიკურ რუკას კონკრეტულად და უკეთ გავიგოთ იქ განლაგება რა ტერიტორიაზე არის საუბარი და რა მიმართულებით შეტევაზე. აქ ხედავთ რუკას პაკისტანის და ავღანეთის და მათი ეთნიკური მდგენელები. აქ ხედავთ, რა თქმა უნდა, ირანს, აგერ აქეთ ნაწილში არის ირანი. აქ ხედავთ ინდოეთს. ეს არის პაკისტანი და მისი ტერიტორიები პრინციპში აი დურანის ხაზს გაჩვენებთ და ეს არის დურანის ხაზი. ხედავთ, აი აქ გადის დურანის ხაზი. ეს არის საზღვარი, მოკლედ. დღეის მდგომარეობით რაც მიიჩნევა საზღვრად და აი აქედანაც რომ დავიწყოთ, აგერ ეს არის ეს დიურანის ხაზი. უბრალოდ გაჩვენებთ, რომ გასაგები იყოს, თორე იდეალურად თვითონ არის დახაზული და წადია მე ამას ვერ გავაკეთებ. საქმე იმაშია, რომ აქ რეალურად ორი ეთნიკური მდგენელი არსებობს საერთოდ ავღანეთში და პრინციპში პაკისტანში. ეს არის ირანული ეთნიკური ჯგუფი და ინდური ეთნიკური ჯგუფი. მაგალითად, თუ ავიღებთ პაკისტანის ძირითად მოსახლეობას, ეს არის ინდური ეთნიკური ჯგუფი პუნჯაბი და ისლამაბადს ხედავთ აქ. აგერ ისლამაბადი, დედაქალაქი, აქეთ ეს არის პუნჯაბი ეთნიკური ჯგუფი, ხედავთ. ისფრად არის აქ აღნიშნული. ეს არის რეალურად ძირი და ის ფუნდამენტი პაკისტანის სახელმწიფოს, ანუ პუნჯაბი ეთნიკური ჯგუფი, რომელიც არის ინდური წარმოშობის. რეალურად ინდოეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ ძალიან ბევრი და საერთოდ არიან ეთნიკურად ინდური კონტინენტის ნაწილი. ინდური ჯგუფი ეთნიკური. პაკისტანის არსებობა უკავშირდება რელიგიას. ანუ რეალურად მუსლიმი, ასე ვთქვათ, მოსახლეობა გადმოვიდა აქეთ და ჩანაცვლება მოხდა მოსახლეობის და შეთანხმება, რომ ცალკე შეიქმნება ასეთი სახელმწიფო კონკრეტულად მისი სახელწოდებაც კი რეალურად უკავშირდება აი ამ 4 ეთნიკური ჯგუფის ერთობას. ანუ ეს სახელმწიფო არის, მოდით ასე ვთქვათ, ხელოვნური თავისი არსით შექმნილი იმისთვის, რომ აი მუსლიმმა ინდოელებმა პრაქტიკულად იქ ცალკე ასე იცხოვრონ, მაგრამ თვლად ყველა ინდოელი არ არის, იმიტომ რომ ორი ჯგუფია, ერთი ჯგუფი გითხარით, პუნჯაბი, მეორე ჯგუფი არის სითხი, აქ სამხრეთში. ეს ჯგუფიც ეგეთი არის, ანუ ძირითადად მუსლიმები არიან აქაც. თუმცა გამონაკლისები არსებობს ხადია, მაგრამ მე გულისხმობ ძირითად მდგენელს. ანუ ორი ინდური ეთნიკური ჯგუფი არსებობს და ორი ირანული ეთნიკური ჯგუფი პაკისტანის ტერიტორიაზე. ერთი არის პუშტუნები, აი აქ ხედავთ. აი ეს არის პუშტუნების ტერიტორია, სადაც ცხოვრობენ და როგორც ხედავთ, ავღანეთის ტერიტორიაზე ქაბული მაგალითად დედაქალაქი პუშტუნები ცხოვრობენ. ანუ ავღანეთი მთლიან ძირი ავღანეთის ეთნიკური გაგებით არიან პუშტუნები, ხედავთ. ამას ემატება ჰაზარა მაგალითად აი ეს ცისფრად რომ არის აღნიშნული, ასევე არიან ირანული ჯგუფი. ამას ემატება აიმაკები აგერ აი ამ ნაწილში, ასევე არიან ირანული ეთნიკური ჯგუფი. ამას ემატება ტაჯიკები აი ამ ნაწილში, ტაჯიკეთთან საზღვარზე, მაგრამ ასევე არიან ირანული ეთნიკური ჯგუფი, აქ არიან ასევე თურქული ეთნიკური ჯგუფი, აი აქ წითლად თურქმენები, თურქმენეთთან საზღვარზე და აქ უზბეკები, უზბეკეთიც აგერ აი აქ არის უზბეკეთია ეს ნაწილი. ხო და საინტერესო ის არის, რომ
ავღანეთის ძირი ეთნიკური, როგორც ხედავთ, ანუ არის ირანული. და ირანულის გაგებით პრინციპში ორი ეთნიკური ჯგუფი პაკისტანში ეს არიან კონკრეტულად პუშტუნები და კონკრეტულად ბალოჩები, აგერ ბალოჩები, ხედავთ, ყვითლად არის აღნიშნული, ბალოჩები ირანის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ბალოჩების ამავე ის არის, რომ ბალოჩები არიან სუნიტები და ირანში რო ცხოვრობენ, ცოტა პრობლემურია მათთვის, იმიტომ რომ ირანი არის შიიტური ისლამური სახელმწიფო. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ბალოჩებს აქვთ სეპარატისტული მიდგომები. ოღონდ თვლად პაკისტანის შემადგენლობაში კი არა, ცალკე უნდათ საერთოდ ყოფნა ბალოჩებს. ორივე მხარეს არიან და გაერთიანება უნდათ. მაგრამ ამავდროულად პუშტუნების საქმე არის ყველაზე მთავარი და დღეს რეალურად დიურანის ხაზი რაც არის, აი აქ რაც გადის, რაც გაჩვენებთ, ხო? აი ამ ზოლს არ აღიარებს ოფიციალური ავღანეთი დღეს, ოფიციალური ავღანეთი არიან დღეს თალიბები. და რეალურად შეტევა არის დაწყებული აი ამ მიმართულებით, რა, აი რომ კარგად რო აღვნიშნოთ, აი ეს მიმართულება, ეს მიმართულება, ბოდით ბოლომდე არ მივიყვან. და აი ეს მიმართულება. ანუ რეალურად ავღანეთის მიზანი არის, რომ აი ეს ტერიტორია, რასაც ხედავთ, აღმოჩნდეს ავღანეთის კონტროლის ქვეშ. ეს არის მათი სტრატეგიული მიზანი, რადგანაც არ აღიარებენ საზღვარს. პაკისტანისთვის კი ცოტა მდგომარეობა საკმაოდ რთულია, რაც გულისხმობ. ჯერ ერთი ისლამაბადის დედაქალაქიდან, ნახეთ, აქამდე არის ძალიან ახლოს და ეს არის უკვე ინდოეთის ტერიტორია, ეს არის ქაშმირის ტერიტორია, ანუ კონფლიქტური რეგიონის. ხო და იცით რომ ქაშმირისთვის კონფლიქტი გრძელდება, იმიტომ რომ მისთვის მათ შორის მიუღებელია ის ამბავიც, რომ აი ასე ახლოს არის საზღვარი დედაქალაქთან. და მეორე მომენტია, რომ დედაქალაქისგან ძალიან ახლოს არის ასევე პუშტუნების მიერ დასახლებული რეგიონი. შესაბამისად, თუ ავღანეთი დაიკავებს ამ ტერიტორიებს, პრაქტიკულად დედაქალაქი წარმოუდგენლად რთულ ვითარებაში აღმოჩნდება ისლამაბადს გულისხმობ სტრუქტურა გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად. ხო და აქ საქმე იმაში არის, რომ ეს პრინციპში პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ პაკისტანისთვის ეს ეთნიკური საკითხი არ არის ზოგადად, ეს უფრო გეოგრაფიული კონტროლის საკითხი არის. თუმცა ავღანეთისთვის ეთნიკური საკითხი ის არის. მეორე მხრივ, ნახეთ, პაკისტანში ეს 4 ეთნიკური ჯგუფიდან ერთი, ანუ პუნჯაბები არიან პრივილეგიაში. დანარჩენები არიან მეორე ხარისხოვანი დაახლოებით და აი რაღაც უცხოს გაგებით. სიხის გარდა ალბათ, იმიტომ რომ მაინც ეთნიკურად ყველაზე ახლოს არიან, თუმცა პუშტუნები და ბალოჩები ნამდვილად არიან ესე უცხო, მათ შორის ახლა ეთნიკური ჯგუფებზე რო საუბრობთ, ხო, აი ოჯახზე. ეთნიკური ჯგუფების ახლა გვესმის, რომ მაგალითად რას ნიშნავს ინდური ეთნიკური ჯგუფი? მაინც სანათესაო არის გარკვეულწილად, ან ირანული სანათესაო. მართალია იქ რელიგია შემოდის, მაგრამ რელიგიის მიღმაც ეს ეთნიკური მდგენელიც არსებობს. სწორედ ამიტომ ახლა ავღანეთის მიზანი სრულიად გასაგებია, პაკისტანის მიზანიც აქ გასაგებია, რომ უნდა შეინარჩუნოს ეს მდგომარეობა და ეს საზღვარი. ამიტომ საომარი მოქმედებები არის საკმაოდ ლოგიკური ამ ვითარებაში, განსაკუთრებით, როდესაც აი ამ ტერიტორიებზე საუბარია, რომ აი აქ მაგალითად სხვადასხვა ადგილას არიან ეს ჯგუფები, რაზეც საუბრობთ, და აქედან გადმოდიან საზღვარზე და აქ აწყობენ სხვადასხვა პატარა აი ამ პროვოკაციებს, რაზეც იყო საუბარი. ანუ მანამდე და პაკისტანისთვის შესაბამისად დარტყმებისთვის, ნახეთ, პაკისტანი აქ კი არ ომობს საზღვარზე, ანუ იდეაში. და არ უნდა ომობდეს, არამედ მისთვის უფრო კომფორტულია დარტყმები მიაყენოს აი ამ ესე იგი ადგილებს, სადაც პირობითად არის ეს ბანაკები, საიდანაც მოდის ეს ჯგუფები პაკისტანის ტერიტორიაზე და რეალურად ეგ არის ზუსტად მდგომარეობა. ასეთია სიტუაცია რუკაზე, ახლა დაუბრუნდები და ძალიან დეტალურად ბოლო ინფორმაციას მოგაწვდით, რა ხდება და რა შეიძლება მოველოდოთ აქედან, რა მოლოდინები შეიძლება გქონდეს, ძალიან მნიშვნელოვანი არის ესეც.
ამ მომენტისთვის პრინციპში საერთაშორისო რეაქციაც უკვე არის, გაირო ცხადია მოუწოდებს მხარეებს დაუბრუნდნენ დიპლომატიურ გადაწყვეტილებას საკითხის და პრობლემის. სავარაუდოდ ეს ვერ მოხდება. აქამდე საუდის არაბეთი და კატარი ცდილობდნენ გარკვეულ შუამავლობას. საქმე იმაშია, რომ შუამავლობისთვის საჭიროა, რომ ავღანეთმა უარი თქვას თალიბანმა ამ იდეაზე და ამ იდეაზე უარს ვერ იტყვის. და ცხადია პაკისტანი უეჭველი აპირებს ომს ამისთვის, იმიტომ რომ სტრატეგიულად და გარკვეულწილად საერთაშორისო სამართლის ლოგიკის ფარგლებში მის მხარეს არის, ასე ვთქვათ, ხელშემწყობი ფაქტორები და შესაბამისად ამას თუ პაკისტანი გამოიყენებს, მით უმეტეს ნახეთ როგორ არის მდგომარეობა, აი ახლა გეტყვით სამხედრო კომპონენტი როგორი არის. პაკისტანს გააჩნია 660,000 სამხედრო, ავღანეთს, ანუ თალიბანს 172,000 მხოლოდ. პაკისტანს გააჩნია 6,000 ჯავშანტექნიკა და 465 თვითმფრინავი დარტყმითი, საკმაოდ თანამედროვე F-16-ებია ძირითადად, ასევე JF-17 Thunder Block 3 ჩინეთის კომპონენტი, ანუ ჩინურ-პაკისტანური ერთობლივი წარმოება მოკლედ და კიდევ სხვა თვითმფრინავებიც, ამიტომ პაკისტანი საკმაოდ მყარად გრძნობ თავს, მით უმეტეს ბირთვული იარაღის მქონე და ავღანეთს ტექნიკა კი გააჩნია გარკვეული, რაც შერჩათ, ესე იგი, ამერიკელებისგან და იქ საერთაშორისო კოალიციისგან, ანუ ფიზიკურად რომ ვერ წაიღეს ეს ტექნიკა, მაგრამ მეორე მომენტი არის, რომ თვითმფრინავები და საერო თავდაცვა საერთოდ არ გააჩნიათ. ამიტომ ჰაერიდან დატყვევების მხრივ პაკისტანი ძალიან ეფექტური იქნება, თუმცა პარტიზანული ომის მიმართულებით თალიბანი მაინც საფრთხეა, რატო? ჩვენ მაინც კარგად ვიცით ეს ჩვენი სამხედროები ხო იყვნენ პაკისტანში, ავღანეთში. რაც არ უნდა ჰაერი კონტროლის ქვეშ კონდეს და დარტყმები მიაყედო, რატო ვერ დამარცხდა საბოლოოდ ეს თალიბანი? იმიტომ რომ პარტიზანული დაჯგუფებაა თავისი არსით და ამას იყენებს საკმაოდ წარმატებით. შესაბამისად ეს საომარი მოქმედებები შეიძლება დიდი ხანი გაგრძელდეს საკმაოდ, თუ ვინმე არ ჩაერევა. ეს ვინმე ვინ აღმოჩნდება, ვნახოთ. შეიძლება თურქეთის ძალისხმევა იყოს მეტი. იმიტომ რომ ორივესთან კარგი პარტნიორია რეალურად თურქეთი, როგორც პაკისტანთან, ასევე ავღანეთთანაც. შეიძლება შეერთებული შტატები, თუმცა აი აქ ცოტა უცნაური იქნება, იმიტომ რომ თალიბანთან არ აქვს ურთიერთობები შეერთებულ შტატებს გასაგები მიზეზების გამო. ამიტომ გაუგებარია ვინ აღმოჩნდება ეს საუდის არაბეთს ცხადია შეუძლია რაღაცის გაკეთება, იმიტომ რომ სუნიტურ ქვეყანაზე არის საუბარი და საუდის არაბეთის სუნიტური ცენტრია. ვნახოთ, გააკეთებს თუ არა, ეს მნიშვნელოვანი საკითხია. საბოლოო ჯამში საომარი მოქმედებები წდება უკვე სასაზღვრო ზონას, დიდი ალბათობით გაგრძელდება უახლოეს პერიოდში და შეიძლება ესეთი ჰუმანიტარული კიდევ უფრო კრიზისი გახდეს, იმიტომ რომ ავიაციის გამოყენება მაინც ქალაქების მიმართ ძალიან კარგად გესმით, რომ პრობლემებს იწვევს, რაც არ უნდა შეზღუდულად და ესე მიზანმიმართულად დარტყმები მიაყენო, მაინც სამოქალაქო პირებიც დაიღუპებიან სამწუხაროდ და გარდაუვალი იქნება ეგ, შესაბამისად აი ესეთი საომარი მოქმედებები თავისთავად პრობლემურია. რა თქმა უნდა, ეს კონფლიქტს აფართოვებს, იმიტომ რომ დღეს მთელი ახლო აღმოსავლეთი არის პრაქტიკულად კონფლიქტურ ზონად ქცეული. ისრაელის ირგვლივ ირანი, სირია ეხლა ოდნავ იცვლება რეალობა, მაგრამ ამაზე იემენი. ეხლა ირანის ირგვლივ რა მობილიზაციაა და ასე შემდეგ დეტალურად საუბრობთ ხოლმე თქვენთან ამაზე და როდესაც ეხლა აღმოსავლეთის ყველაზე, ანუ ახლო აღმოსავლეთის ყველაზე აღმოსავლეთ ნაწილში ასეთი კონფლიქტი ჩნდება, რა თქმა უნდა, ეს პრობლემურია და ქმნის კიდევ უფრო სერიოზულ რისკებს და დაძაბულობას, მათ შორის ახლა ირანში თუ ომი დაიწყება, ფართომასშტაბიანი, იქ ბალოჩები გაჩვენეთ რუკაზე, შეიძლება რაღაც პროცესები წარიმართოს დეზინტეგრაციის, შეიძლება გარკვეული სასაზღვრო პრობლემებიც გამოჩნდეს და ასე შემდეგ. მოკლედ, საქმე სერიოზულად არის და ამას ეკნება გავლენა ცხადია ირანის უსაფრთხოებაზეც, ამავდროულად პრინციპში უნდა ვაღიაროთ, რომ ინდოეთის და პაკისტანის ეს თემა დასრულებული არ არის და ნებისმიერ მომენტში შეიძლება განახლდეს საომარი მოქმედებები, რაც არ უნდა პრეზიდენტმა ტრამპმა თქვას, რომ გააჩერა ომი, შეაჩერა სწორი განცხადება, შესაძლოა შეაჩერა, გააჩერა შესაძლოა დროებით
მაგრამ ომი ამით არ დასრულდა, კონფლიქტი არ დასრულდა, სხვადასხვა ხედვა და ინტერესები არ დასრულებულა. ამიტომ ახლა ის კიდევ ერთი კერა საკმაოდ მნიშვნელოვანია და ჩავთვალე, რომ საინტერესო არის სწორედ დეტალურად რომ გაგაცნოთ რას მოიცავს ეს კონფლიქტი და ამიტომ ჩვენ თქვენთან ერთად გავაგრძელებთ ამაზე საუბარს უკვე თუ იქნება გარკვეული მნიშვნელოვანი სიახლე ამ საკითხზე. ახლა კი გთავაზობთ, რომ ვუყუროთ ანალიზს, ვისაც ნანახი არ აქვს, ძალიან მნიშვნელოვანს, რომელიც ეხება კონკრეტულად თურქეთის მიერ გეგმას, რომ ირანის ტერიტორიაზე შეიჭრას, თუ ირანის დაშლა დაიწყება და იქ ბუფერული ზონა შექმნას, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო თემაა, ვუყუროთ.